რამდენიმე თვის წინ განვიხილე Xiaomi Redmi Note 15 სერია. დღეს კი უკვე Note 17 გვაქვს აქ, ხო და ნახოთ რა გაუმჯობეს და ამ მოდელში. დიზაინია შეცვლილი პროდუქტში. როგორც ყოველთვის, ყუთში შევხვდებით ადაპტერს, კაბელს, кейს და ეკრანზე გადაკრულ ფირს. Smartphone-ის დიზაინია შეცვლილი, როგორც ყოველთვის ამ მოდელში. წინა Note 15-ს კამერები ცენტრში ქონდა განლაგებული, ეკრანიც Edge ტიპის იყო და გვერდებზე გადადიოდა. ახლა კი მთლიანად ბრტყელი ეკრანი გვაქვს, კამერები კი გვერდითაა გადატანილი. ჩარჩო პლასტმასია, ისევ როგორც უკანა პანელი. ეკრანი კი Gorilla Glass 7i-თაა დაცული. ორი სიმბარათის მოთავსება შეგეძლებათ, აქედან ერთ-ერთზე კი მეხსიერების მიკრობარათით შეგეძლებათ ჩასვათ. პიკურის კაშკაშე 1800 ნიტი აქვს, მზის შუქზე გარჩევადი იქნება, მოკლედ რო ვთქვა. HyperOS 3 გვხვდება ოპერაციული სისტემა და Android 16-ზე, Xiaomi კი 4 წლიან განახლებებს გვპირდება ამ მოდელში, 6 წელი კი უსაფრთხოების განახლებები მოვა. ამ smartphone-ის უდიდესი დადებითი მხარეა მისი მასიური 7700 mAh-იანი ელემენტი, რომელიც მარტივ გამოყენებაში 2 დღის განმავლობაში თავისუფლად გაძლებს, ასევე სწრაფი დამუხტვაც აქვს და მოყოლილი ადაპტერით შეუძლია 45 ვატით დაიმუხტოს. კამერებს რაც შეეხება, უკან გვაქვს 1.50 მეგაპიქსელიანი კამერა. უახლესი Redmi Note 17 არის მათთვის, ვისაც სჭირდება მარტივი smartphone, დიდი ეკრანით, თანაც ისე რომ დამუხტვა 2 დღეში ერთხელ დასჭირდეს. ზუმერულ ლინკს აღწერაში შეხვდებით. ახლის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, რა თქმა უნდა, მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის!